მოგესალმებით, ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს არის 21 აპრილი, მეგიბრუნდები სპორტული სიახლეებით. თქვენთვის სიახლე მოჩემს YouTube არხზე განვაახლე ინფორმაციები, ფოტოების სახით ლიგა 1 აუტვინთე, პრემიერ ლიგა და სერია ჯერჯერობით, თუმცა მომავალ ამ დღეებში კიდე განვაახლებ ჩემპიონატების ხრი ინფორმაციებს. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ პრემიერ ლიგაში საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ამ კვირაში კარგი რამოდენიმე მატჩები ვიხილეთ. დავიწყეთ პირველ რიგში იმით, რომ არსენალმა მანჩესტერ სიტითან ძალიან დრამატულ ბრძოლაში ორივე გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ მანჩესტერ სიტმა კი 1-2 მოუგო სახლში და მანჩესტერ სიტმა დიდი როლი ითამაშა ერლის ჰალანდმა, რომელმაც მანჩესტერ სიტის 9 ნომერმა გადამკვეთი გოლი გაიტანა და დიდი როლი ითამაშა მანჩესტერ სიტი, რათა 3 ქულა მოეპოვებია. 67 ქულით მეორე პოზიციაზეა მანჩესტერ სიტი. ლონდონის არსენალი ამ წაგების შემდეგ 70 ქულით პირველ პოზიციაზეა, 6 ტურია დარჩენილი პრემიერ ლიგის დასრულებამდე. შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს, ინტრიგა დარჩენილია ამ ორი გუნდის ხრის, მაგრამ მე ვიტყვი, რომ პრემიერ ლიგის ტიტული დევს სასწორზე და ჯერ ნაადვევი ამაზე საუბარნო თუ ვინ გახდება პრემიერ ლიგის ჩემპიონი. აქ შეიძლება გოლებით გადაწყდეს თანაბარი ქულების შემთხვევაში შეიძლება გოლების უმეტესობით გადაწყდეს ამ ორი გუნდის შორის და ნახოთ მოკლედ დავაკვირდეთ მოვლენებს. დაახლოებით რა შეეხება. ეხლა სერია შემდეგ სერიაზე გადავიდე. სერიაში ნაპოლი მას ხდება ვიცე-ჩემპიონი 66 ქულით მეორე პოზიციაზე. წააგო ლაციოთან ამ კვირაში 0-2 ძალიან მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა და ძალიან საჭირო 3 ქულა დაკარგა. რა შეეხება მილანის ინტერი კი 2025-26 წლების სეზონი სერიას მოიგებს, წყალი არ გაუამას. აქაც 6-5 ტურია დარჩენილი ლიგა 1-ში. რა შეეხება ხვიჩა კვარაცხელიან გუნდმა 1-2 დამარცხდა პარის სენ-ჟერმენი და პარის სენ-ჟერმენი 63 ქულით პირველ პოზიციაზეა. მეტოქე გუნდი, რომელიც 1 ქულით ჩამორჩება პარის სენ-ჟერმენს და აქაც იგივე სიტუაცია 6-5 ტური დარჩენილია ლიგა 1 დასრულებამდე. თუ მოგწონთ ვიდეო, დალაიქეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად. მე დაგიბრუნდებით დაახლოებით 3 დღეში. გამოიწერეთ ჩემი არხი.